7 გუნდის კაპიტანი ვლადიმერ მამუჩაშვილი. ბატა ღუდუშაური. ღუდუშაური რაჭკუიანური გადაცემა. გრძელდება ტორპედოს იერიში. ნახოთ რა მოხდება. კიდევ ერთი პასი უკან დარტყმა იქნება და ცუდი დარტყმა. უკეთად წინ მამუჩაშვილი კერდით მეიღო ბურთი. ღუდუშაური კარგად შემოიწია ცენტრისკენ, პასის გააკეთა ბიორნ იონსენზე, იონსენი საჯარიმოშია, პასი გააკეთა! რა გოლი ალეკო ბასილაძეს შესანიშნავად ბასილაძეს ბიორნ იონსენმა შესანიშნავად ითამაშა აჯობა ჯგერნაიას და ნახეთ როგორ დაამთავრა ბრაო. წინვალე შესრულება შეიძლებოდა მარტივადაც, მაგრამ ალეკო ბასილაძემ ესე ლამაზად გააკეთა ყველაფერი, რაც ძალიან კარგი იყო ნამდვილად. უნდა გუგუნებდეს ახლა ქუთაისის სტადიონი, რამაზ შენგელეას სახელობის სტადიონი, უნდა იყოს სავსე და ბასილაძის გვარს კიდევ უფრო ხმა. ფეხბურთელებმა გიზო მამაგეიშვილი პასი მამაგეიშვილის გადაცემა არ გამოვიდა. ღუდუშაური ფრთხილად უნდა იყოს მამაგეიშვილი, ყვითელი ბარათი აქვს. ღუდუშაური გარბის, ფელიპე პირესი და ალეკო ბასილაძე ეხმარება პირესი. შევიდა საჯარიმოში პასი, ბასილაძეზე არ გავიდა გადაცემა, დარტყმა 2-0. 2-0 ქუთაისის ტორპედო 2 ბურთით იგებს სწრაფ. ყვითელი არ ქონოდა ალბათ აქვე ჩაშლიდა ამ კონტრშეტევას. ეს არ გამოვიდა. პატა ღუდუშაურის გადაცემა ფელიპე პირესი ძალიან კარგი იყო. მისი გადაცემა ბილი პასი და ისე გამოვიდა რომ ბურთი მიუვიდა ვარლეი და სილვას და მანაც უშანსოდ დატოვა გიორგი მაკარიძე. 2-0 ქუთაისელთა სასარგებლოდ. ასე ქუთაისელები იგებენ 2-0-ს. ვნახოთ ეს სტანდარტი ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა ფილიპ კლიაიჩი. გადაარჩინა ტორპედომდე გრძელდება იერიში ამჯერად ისევ იბერია გოშთელიანი სიხარულიძე სილაგაძე შორიდან დარტყმა და კარგი მომენტი იყო. ჩაწოდება საჯარიმოში 2-1. აი ასე იბერიამ მოახერხა გოლის გატანა. ბაქარ ქარდავამ მოახერხა ანგარიში სხვაობის შემცირება. უმეთვალყურ ეპიზოდი ჩაწოდება საჯარიმოში. ქარდავამ დაარტყა ძალიან კარგად და ანგარიში გახადა 2-1. შიმიჩის ბრალია შეიძლება ასე ვთქვათ ეს ყველაფერი. უნდი გამოუვალ მდგომარეობაში და გააგრძელეს შეტევები და ამ შეტევებმა შედეგი გამოიყო და ქარდავამ გაიტანა. ჩაწოდება საჯარიმოში, ვნახოთ გოშთელიანი და პირდაპირ ხელებში მიუვიდა ბურთი ფილიპ კლიაიჩი. იბერიას ფეხბურთელთა შეტევა. რიგი მცდელობა ალთუნაშვილი, კარგი პასი მამაგეიშვილის დარტყმა დაიბლოკა. გრძელდება შეტევა ალთუნაშვილის გასროლა, თუმცა არაზუსტი. მარჯვნივ გადაცემა ქობულაძე, სიხარულიძე ითხოვს საჯარიმოში პასს. ჩაწოდება იყო რიკოშეტი, რამდენიმე გოშთელიანი, ალთუნაშვილი კარგია. გრძელდება შეტევა, მამაგეიშვილი ჩაწოდება, სიხარულიძემდე არ მიუშვეს ბურთი. დარტყმა იქნება, დარტყმა, სწორი მანემ დაბლოკა. პასი ქობულაძეზე, ქობულაძე ჩაწოდება საჯარიმოში. ძალიან აქტიურია მეორე ტაიმში ეს ფლანგი გარდავა დარტყმა ფილიპ კლიაიჩი. აქ შეცდომა კოვნენ ანდრიჩი დარტყმა ვაკარიძემ აიღო. დერეკ აგიაკომ ჩაბით ისევ ქობულაძე ხორხელი ქობულაძე ბურთთან კარგი პასი ახვლედიანი დარტყმა დაიბლოკა ეს დარტყმა. გამოუწია ბაბუნაძის ბურთის დაბრუნება და ამასობაში სრულება შეიძლება მომზადდეს. ტორპედოელთა რიგებში აქ ვნახოთ რა მოხდება და ფელიპე პირესი დაამთავრებს ყველაფერს. 3-1 ანგარიში ხდება ქუთაისელთა ვნახოთ ეს ეპიზოდი. მაკარიძე გამოსული იყო კარიდან. ძალიან მარტივად იმოქმედა ფელიპე პირესმა და ცარიელ კარში გაიტანა გოლი.
ქუთაისელებმა სამი ქულა გაინაღდეს და ამით გადავიდნენ მესამე ადგილზე. გაისმის საფინალო სასწვენის ხმა და ტორპედომ მოიგო ანგარიშით 3-1.